ეკა ბესელიას ინგლისური. всё, საკმარისია. არა გაგავნოთ ხო ახლა. ანუ ვინც არ იცის ევროსაბჭოში გამოვიდა სიტყვით და სიტყვა წაიკითხა ინგლისურად. იციან, აბა ეკა ბესელიაზე კი არ გაეცინათ, უბრალოდ ეკა. არა, გასაგებია, მაგრამ. ხო, ანუ ჩვენ ხო ვიყურებენ კიდევაც თუ დამავიწყოთ. ხო. ხო და მაგასთან დაკავშირებით მე რაღაცნაირად ესე ბევრი აზრი მოვისმინე Facebook-ზე, ну ცალსახად ყველა ასე ვთქვათ, ჩემ აკრიტიკოს მე რაც ვნახე რა, რომ იმე ეს რა ინგლისური და როგორ შეიძლება დასრულდეს. ну ვიღაცები იცავდნენ კიდევაც, ოღონ ისინი ვინც იცავდნენ, ისინი წამოდნენ კი საშინელი ინგლისურით ლაპარაკობს, მაგრამ მე ანუ ერი შეთანხმდა იმაზე, რომ ცუდად ლაპარაკობს. ხო და მანდ ერთი რამე არის, აი მაგალითად ნახონ ხოლმე იგივე ევროპარლამენტში და ასე შემდეგ, სხვები როგორ გამოდიან ხოლმე. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რა ყველა ესე გამოდის, რომ the time of the right, ყველა ეგრე ხო ლაპარაკობს. აი ინდოელები ლაპარაკობენ ძალიან უცნაურად თუ მოხვდნენ. აბა როგორ მე ჩვენ. რომ მაგ შეიძლება თქვან და this is the very important thing to get to. This is very hard to make the decision. Indian people are always with the freedom. რა ნაკლებია? არა, კიდე იტალიელების მომისმინე, კიდე ძალიან სპეციფიური აქცენტია. Italia, it's not very important to do this. აი ხონდები არის აქცენტი და რატო გონია მარტო ჩვენნავი ლაპარაკობთ ესეთი ანუ რუსების საერთოდ საშინელი აქცენტი აქვს, რუსების საშინელი აქცენტი მე არ ვიცი. თან ესე ძალიან რატო გაგვიკვირდა? It's a very Russian Federation and the Putin president is ready to destroy all the Ukrainian people. ისე მე საერთოდ დაკვირვებული ვარ, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც მაგალითად სხვა ენაზე ლაპარაკობს. ხო. შენ გინახავს ეგეთი მეორე თაობა, ანუ უფრო ჩვენ ხო ვილაპარაკეთ 15-20 წლის წინ რა ხდებოდა. არის კიდე ახალგაზრდა თაობა, პატარა, რომელიც ზოგი გაიზარდა უცხოეთში. კი. და თქვათ, აქ იყო მაგალითად, წავიდა ქუთაისიდან თქვათ რა, ან წავიდა ბათუმიდან საიდანღაც და იქ იცის ახლა და რომ ლაპარაკობს უცბად ლონდონში რომ შეხვდები ეგეთ და რომ ამს James this was a fucking nice. It's not in the first time we're going to make you work. ეს რომ ლაპარაკობს და რომ გონია რომ აი უცბად რომ I'm from Georgia და აი ქართველი ხა კი ჩემი ძმა შენეთ? რავი თუ ჩემები დრო დონში რავი 10 წელი ახლა. ცოტა რაც გეუცნაურება ხო ხდები და ეგ რა. ან მაგალითად იგივე შეიძლება იყოს ხო რა ვიცი. მაგრამ ზოგი არის კიდე რა. სხვათა შორის ახლა დევიდ ბექემი. ხო. რომელსაც რომ მოусმინო ხო გეგონება რომ ახაც გონია რომ არის თო მაგარი ინგლისელი ხო. და მაგარი ინგლისურით ლაპარაკობს, მაგრამ ისე რომ ვიცოდეთ ხო ეგ არის როგორ იცი ახლა ინგლისში მაგის ლაპარაკი იცი როგორ ისმით? რომ რავი მე ვიყვანეთ ცოლად ვიქტორია იქიდან მე წავა ამ მორჩები დავაკეთე პაცა ფულს ახლა ლოს-ანჯელეს გალაქსში და ჩამოვალ ესე. მართლა ეგრე ინგლისურად ლაპარაკობს და დაახლოებით ეგრე ისმის მაგის ეს რა. ხო და ეს ნორმალურია ეს შემოგვიდგება.